მოგესალმებით დიდი სიყვარულით მოგიკითხავთ ყველას როგორ ხართ. მოდი ვნახოთ აგვისტოს თვის განხილვა. რა გელოდებათ აგვისტოს თვეში. ჯერ ვნახოთ როგორ ენერგიებში ხართ ახლა თქვენ. რომ უფრო მიხვდეთ თქვენთვის არის თუ არა ეს გაშლა. როგორ ენერგიებში ხართ ახლა თქვენ. როგორ ენერგიებში იქნებით აგვისტოს თვეში. რა თქმა უნდა, კარგი. ჩვენ ვიყურებთ კარგი კუთხით. კარიერა, სწავლა, სამსახური, ბიზნესი. რა გელოდებათ აგვისტოს თვეში. რა სიახლეები გექნებათ. ფინანსები. ჩვენი საყვარელი თემა. ყველა საყვარელი თემაა, მაგრამ მოდი ვნახოთ როგორ იქნება თქვენი ფინანსები აგვისტოს თვეში. და პირადი ურთიერთობა. რა გელოდებათ აგვისტოში პირად ურთიერთობაში. ჯერ ვნახოთ როგორ ენერგიებში ხართ. ზოგიერთი ხართ ესეთ ენერგიებში, რომ იბრძვით მომავლისთვის, საკუთარი გეგმებისთვის, საკუთარი თავისთვის, საკუთარი თავის დასაცავადაც, მინდა ასე თქვა. აი თითქოს როგორ ხართ იცი, პრობლემები და სირთულეები, რაც თქვენს ცხოვრებაშია, თითქოს ვერაფერს ვერ გაკლებთ მაინც. თქვენ მაინც მიზანდასახული ადამიანი ხართ, მაინც მომავლისთვის იბრძვით და მაინც იმედი გაქვთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. აი თითქოს მომავალზე ფიქრობთ რა. თუმცა არ იცით წინ რა გელოდებათ. მაინც მომავალში მიდიხართ და მომავალზე ფიქრობთ. ზოგიერთი შეიძლება იყოს ესეთ ენერგიაში, რომ გულგატეხილი მდგომარეობა ჰქონდეს. შესაძლებელია ესახებოდეს სიყვარულს. ზოგიერთთან შეიძლება მაინდა-მაინც პარტნიორულ ურთიერთობას არ ეხებოდეს, მაგრამ ემოციურად აი თითქოს დაცლილი ხართ. აი რაღაცნაირად თითქოს გული გწყდებათ თქვენს ცხოვრებაზე, თქვენს გამოვლილ პერიოდზე, რომ ეს სირთულეები რატომ შეგხვდათ თქვენ. მაგრამ იცით როგორ ხართ უკვე გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან. აი თითქოს აღარ გინდათ ინერვიულოთ არაფერზე რა. მოდი ვნახოთ აგვისტოში რა გელოდებათ. აგვისტოში გელოდებათ თქვენი ადამიანის ჩამოსვლა, თუ ის გზაზე იყო და ელოდებოდით და თქვენ შორის არ იყო შეხვედრა, ჩამოვა თქვენთან და თქვენ ეს ძალიან გაგეხარდებათ. ზოგიერთ შემთხვევაში იქნება ასე, რომ თქვენ წარმატებას მიაღწევთ, განსადმე ახალ გზაზე წახვალთ და თქვენ ეს ძალიან გაგეხარდებათ. თითქოს ეს იქნება თქვენთვის წარმატებული გზა. წარმატებას მოგიტანთ. ასევე კარგი ფინანსური შემოსავალი გექნებათ. კარგი არა, ძალიან კარგი. ის რაც თქვენ იშრომეთ, ის რაც თქვენ დაიმსახურეთ, აუცილებლად მიიღებთ. დაჟე იმაზე მეც მიიღებთ, ვიდრე თქვენ ელოდებოდით. ზოგიერთთან შეიძლება იყოს ასე, რომ
საკუთარ თავზე იზრუნებთ, უფრო მეტად იზრუნებთ საკუთარ თავზე, საკუთარ სულზე იზრუნებთ, საკუთარ გულზე თქვენ რა გაგიხარდებათ, თქვენ სულს რა გაიხარდებათ და ისე გექნებათ მოქმედება და ისე იმოქმედებთ. ზოგიერთ შეიძლება ძალიან დიდი ხნის ოცნება და სურვილიც კი არ გიხდეთ. აი თითქოს მიწვდით თქვენს ოცნებას. ზოგიერთთან შეიძლება ის პრობლემები და სირთულეები, რაც თქვენს ცხოვრებაში იყო, გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან და აი სრულიად განთავისუფლდებით. აი თქვენი სხეული და თქვენი გული გრძნობს სრულ განთავისუფლებას. კარიერა, სწავლა, სამსახური, ვისაც რა გაქვთ. აი თითქოს აქ როგორ ამოვიდა, იცით? წყალსტავლე. იცით აქ როგორ ამოვიდა? ნახე ზოგიერთთან იქნება ასე, რომ თქვენ წინაშე შესაძლებელია ძალიან ბევრი კარები გაიღოს, რაც აქამდე დახურულად გეჩვენებოდათ. ზოგიერთთან შეიძლება იყოს ასე, რომ თქვენ არჩევანის წინაშეც კი იყოთ. ანუ ბევრი შემოთავაზება გქონდეთ და თქვენ მიიღოთ არჩევანი, რა გადაწყვეტილება მიიღოთ და რა გააკეთოთ. აი თითქოს ეს იქნება ძალიან გახარებული იქნებით. ზოგიერთთან შეიძლება ადამიანებით დაგეხმარონ, თქვენი გული გაახარონ, რაღაცნაირად აი თითქოს თქვენი იდეები, თქვენი გეგმები, რაც თქვენ დასახული გქონდათ, აი თითქოს კიდევ ცოტაც და ყველაფერი გამოგივათ, ისე როგორც თქვენ გსურდათ. ძალიან კარგი ენერგია, განახლებული ენერგიებში იქნებით, აი თითქოს თქვენ სურვილებს აისრულებთ, მინდა გითხრათ და არჩევანის საშუალებაც გექნებათ. ფინანსები. ფინანსებში ცოტა შეიძლება ცოტა ნერვიულობა, მაგრამ რას ნერვიულობთ? აი თითქოს ძალიან ბევრი ფიქრი გაქვთ რა. რომელი დავამატო? მოდი ამას დავამატო. აი თითქოს აქაც იცით როგორ არის, თქვენ რა საქმესაც არ უნდა აკეთებდეთ, უნდა აკეთებდეთ გულით და უნდა გიყვარდეთ მთელი გულით. აი თითქოს როგორ ახართ იცით, აი რაღაცნაირად ნერვიულობთ რაღაცაზე, ძალიან ბევრი ფიქრი გაწუხებთ, დაუშვათ თქვენი საქმე გამოგივათ, არ გამოგივათ, მიიღებთ იმ თქვენი კუთვნილ შემოსავალს, არ მიიღებთ. ასევე მართლაც გაქვთ თქვენ არჩევანის საშუალება და ასევე ანტოზია. როგორ იქნება მათი ფინანსური მდგომარეობა ის დასწრებში? მარტოობიდან გამოსვლა, კმაყოფილება, აი თითქოს რაღაც თითქოს ძალიან დიდი სიუხვე უნდა წამოვიდეს თქვენთვის. თუ აქამდე ეს შეჩერებული სიტუაცია იყო და რაღაცნაირად მარტოობაში გრძნობდით თავს და ფიქრობდით იმას, რომ თქვენი შემოსავალი არ იყო საკმარისი და კიდევ მეტის ღირსი იყავით და კიდევ მეტი გჭირდებოდათ, გაიხსნება ეს ფინანსური ნაკადიც თქვენში. დიახ, აი თქვენ მიიღებთ თქვენ კუთვნილ შემოსავალს, რასაც თქვენ ელოდებით. პირად ურთიერთობაში. პირად ურთიერთობაში ცოტა გაურკვეველი და გაორებული სიტუაცია გვაქვს, ხომ? ზოგიერთთან არის ასე, რომ აი თითქოს თქვენი ადამიანი ძალიან გიყვართ, მაგრამ ზოგჯერ დარწმუნებული არ ხართ თქვენ გადაწყვეტილებაში. ზოგჯერ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ გინდოდეთ მასთან ერთად ცხოვრება, მასთან ერთად ოჯახი შექმნა, მისი სიყვარული და მასთან ყოფნა, მაგრამ მერე რაღაცნაირად შეიძლება ფიქრობდეთ, რას მოგიტანთ ეს ურთიერთობა. ასევე ძალიან დიდ მნიშვნელობა შეიძლება აქცევდეთ სოციუმის აზრს. აი შინაგანად თითქოს რაღაცნაირად გეშინიათ ახალი ნაბიჯის გადადგმის, ზოგიერთ შეიძლება ახალი ურთიერთობის ეშინია წარსული ტკივილის გამო. აი თითქოს მარტო იმდენად კარგად ხართ, რომ არავისაც აღარ ელოდებით, მაგრამ ზოგიერთთან აი ვინც აღარ ელოდებით, აი თითქოს მაინც ისე ხართ, რომ გინდათ თქვენს ცხოვრებაში არსებობდეს ისეთი მამაკაცი, აი რომელიც ხელში აგიყვანთ, მოგივლით, გაგიფრთხილდებათ. თუ აქ იყო ურთიერთობა პაუზაზე და არ ქონდა ადამიანს მოქმედება,
შესაძლებელია მოვიდეს თქვენთან და თქვენ ის ძალიან გაგიხარდებათ. აი თითქოს ელოდებოდით კიდევაც. მოდი დავამატებ. კიდე რა სიახლეები. პირადულ თეატრში აგისტოს დროში. კიდე რა სიახლეები ელოდებოდით. კიდე რა სიახლეები გელოდებათ იცით? თქვენ მაქსიმალურად კარგად დაფიქრდებით, ჭკვიანურად, გონივრულად და ისე მიიღებთ გადაწყვეტილებას მიიღოთ ეს ადამიანი თუ არ მიიღოთ. თუ მიიღებთ საკმაოდ კარგად იფრწმოთ თავს, კმაყოფილიც იქნებით, აი თითქოს თუ არ მიიღებთ, მაშინ ახალი ადამიანი გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. ახალი, იმიტომ რომ აქ აი თითქოს იცით როგორ იქნებით, განულდებით რა, განახლდებით, განულება სრულად დასასრულს არ ნიშნავს, ეს შეიძლება ნიშნავდეს რაღაცა პერიოდის, რაღაცა ციკლის დასასრულს და ახლის დასაწყისს რა. კმაყოფილებას იგრძნობთ. აი თითქოს გახარებულიც იქნებით რა. ბავშვურად აღარ ინერვიულებთ. აი თითქოს იცით როგორ იქნებით? აი ბავშვი რო აკმაყოფილი და ბედნიერი და გახარებული, აი ეგრე იქნებით რა. რასაც მე თქვენ მთელი გულით გისურვებთ.